თუ გინდა რომ მეტი ფინანსები და ბარა გამოიზიდო, მე შენ გასწავლი ერთ ძალიან კარგ მეთოდს, ხრიკსთან ისე გასწავლი რომ უკუჩვენება არ ქონდეს ამ ყველაფერს. ამ საკითხზე მწვავების რომ ჩამეწერა ვიდეო და რატომაც არა. საუბარი გვაქვს გველის კანზე. გაზაფხულზე განსაკუთრებით იცვლიან გველები კანს. არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის გველია, რას აკეთებს, სად იპოვით ამ კანს. მაგრამ არის ერთი ესეთი მეთოდი. ეს კანი უნდა აიღოთ, საფულეში ჩადოთ და თქვათ. როგორც გველს ეს კანი არ ჭირდება, ისე მას ფული არ ჭირდება. როგორც ეს კანი, გველის კანი მოვიდა ჩემთან, ისე მოდის დიდრონი ფული ჩემთან. და იყოს ასე. შეგიძლიათ პარალელურად სანამ ამას გააკეთებთ, ფაბულაში სანამ ჩადებთ და ამას იტყვით სანთელი წაანთოთ და ეხლა შემდეგ რა ხდება. იმისთვის რომ ბალანსი არ დაირღვეს და ფინანსებს რომ მიიღებთ, უკუქმედება აღარ დაეწყოს ამ ყველაფერს, ამ რიტუალის გაკეთების შემდეგ პირველი მაშინ უნდა გააკეთოთ ქველმოქმედება, გამოყვებით ცხოველები, შეგიძლიათ გამოყვებით ჩიტები, ან ისეთ ადამიანს დაეხმაროთ, ვისაც მართლა ჭირდება დახმარება. თუნდაც გამოყვებოთ, თუნდაც ფინანსურად, გარკვეულწილად, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება თუ მიუსაფარ ცხოველებს გამოყვებავთ და შემდგომ უკვე როდესაც ეს დაიწყებს მუშაობას, ეს მეთოდი, როცა იგრძნობთ რომ მეტი ფინანსები შემოგდით, შემდეგ უკვე შემოსული ფინანსებიდან გარკვეული ნაწილი გადაარიცხეთ ქველმოქმედებაში. სულ 5% იყოს მაინც. ამით ბალანს დაიცავთ და უკუჩვენება და უკუქმედება აღარ ექნება ამ ყველაფერს. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ აუცილებელი დეტალია, ერთი და იგივე მეთოდი არ მუშაობს სამუდამოდ. ამ ყველაფრით შეგიძლიათ რაც მე გითხარით, გაახანგრძლივოთ ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც კი მიხვდებით რომ ეს აღარ მუშაობს, უბრალოდ ამოიღოთ საფულიდან, დატოვოთ ხესთან და აყაროთ ჩაქარი, გადაუხედოთ მადლობა გაწეული საქმისთვის. ხო, გველი თავად იცვლის კანს, იყო ამის განხილვებიც, რომ ეხა გველები გვაკლია რომ მოვკლათ, ხო? ვიღაცამ თქვა რომ იქ გველის ენა უფრო კარგად მოქმედებსო და რაღაც, მოკლედ, მთელი განუკითხაობა იყო ამ საკითხზე, თუმცა არა. მხოლოდ და მხოლოდ გველის კანი, რომელსაც ის იცვლის, ამას თავისი დანიშნულება აქვს. კანს, რომელსაც იცვლის, აუცილებლად უნდა იყოს ეს. და აუცილებელია ბალანსი. ვინც ცდით აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შედეგები. ყველაზე კარგი იქნება თუ ამას გააკეთებთ სავსე მთვარეზე და შეგიძლიათ ასევე დაამატოთ შემდეგი მთვარეზე, სავსე მთვარეზე ან მზარდ მთვარეზე, ყველაზე კარგი არის სავსეზე. ეს გველის კანი დატოვოთ ფანჯრის საფაზე, რომ მთვარის შუქით დაიტენოს და ისე ჩადოთ საფულეში. ეს დეტალი შეგიძლიათ დაამატოთ. სულ ეს არის და ველოდები შედეგებს.